6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია მძიმედ და უკრნებლად დაავადებულ მსჯავრდებულთა თემაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა მათ წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ისაუბრეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს საქართველოს სასჯელ აღსრულების პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხსა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის გულგრილობას და უმოქმედობას. ერთ-ერთ საქმეზე ძალიან სავალალო შედეგი დადგა, აღნიშნული გახლავთ გოჩა არჩაიას შემთხვევა, რაზეც მოგეხსენებათ, რომ იგი გარდაიცვალა და კომისიამ ვერ მოახერხა შედეგის, გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული განცხადება ჩვენს მიერ შეტანილი იქნა ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში, 22 სექტემბერს და რაზეც ვითხოვდით დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ აღნიშნული მსჯავრდებული თავისი ცხოვრების უკანასკნელ თვეებში, დღეები გაეტარებინა თავის ოჯახთან ერთად. თუმცა მოგეხსენებათ, აღნიშნული ვერ მოხერხდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით მსჯავრდებულთა მიმართვებს კომისია ხშირად არც კი განიხილავს. ჩვენი ორგანიზაცია იცავს მსჯავრდებულ თემურ ახმედოვის ინტერესებს, რომელიც მოთავსებულია ნომერ 17 სასჯელი აღსრულებით დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მას აქვს რამოდენიმე ქრონიკული მძიმე დაავადება, რომელიც ხელს უშლის მას სუნთქვაში და გადაადგილებაში. ჩვენმა ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა მუდმივ მოქმედ კომისია, სადაც მოითხოვა აღნიშნული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება მისი სასჯელისაგან განთავისუფლების თაობაზე. მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ჩვენ არც წერილობითი პასუხი არ მიგვიღია აღნიშნულ განცხადებასთან. ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა კომისიამ შეისწავლოს თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისი სასჯელისაგან განთავისუფლების თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით 2011 წელს კომისიას მიმართა 100-ზე მეტმა ადამიანმა აღნიშნული განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ კომისიის მხრიდან მხოლოდ ორ განცხადებაზე არის რეაგირება მომხდარი. სატელეფონო საუბრებით, როდესაც ხდება ჩვენი დაკავშირება კომისიის მდივანთან, არის ესეთი პასუხი, რომ კომისია ვერ ახერხებს შეკრებას, კომისია ვერ შეთანხმდა შეკრების თარიღზე და როდესაც მოხდება შეკრება, შემდეგ მოხდება ამ განცხადებებზე რეაგირების მოხდენა, მაგრამ ეს გრძელდება წლები და თვეები. ერთობლივ კომისიას ევალება დროულად შეისწავლოს მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა მდგომარეობა და გაათავისუფლოს ისინი სასჯელისაგან. ადამიანის უფლებათა ცენტრის სასჯელ აღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მოუწოდებს დროულად დაინტერესდეს მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართა განცხადებებით და საქმეების სიმძიმის შესაბამისად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.